მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს როგორც გახდათ ცნობილი, 11 მაისს გაიმართება პატრიარქის არჩევნები, რითაც დასრულდება მთელი ეს ვნებათა ღელვა და რითაც გაირკვევა საქართველოს უახლოესი მომავლის ბედი. თუ რატომ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. მოკლედ, მე პირადად სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მაქვს არაფერი კარგის მოლოდინი, რა თქმა უნდა, იმედი ღმერთმა არ მოგუშალოს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ არსებული კურსი ის, რაც 35 წელიწადია არსებობს ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის, რითაც ხელისუფლებაც კმაყოფილია და საპატრიარქოც კმაყოფილია, ხოლო ქართველი ერი გენოციდს განიცდის, ეს გაგრძელდება. თუ რა მაძლევს ამის საბაბს, არაერთხელ მისაუბრია, მაგრამ გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს ყველაფერი და შეგიძლიათ თქვენ თვითონაც ნახოთ ბავშვები, რომლებიც დიუშენის სინდრომით იტანჯებიან, მისულები იყვნენ მშობლები ბავშვებთან ერთად საპატრიარქოში დალოცვა ითხოვეს, მაგრამ პასუხი არანაირი ტრადიციულად საპატრიარქოდან არავის არ ეცალა მათთვის. აქედან გამომდინარე, როდესაც ესეთი არაადამიანური დამოკიდებულება არსებობს და ნარჩუნდება ესეთ პერიოდში, მომავალშიც ამას არაფერი სიკეთეს არ უნდა ველოდეთ. ამიტომ მე გავაგრძელებ იმას, რასაც აქამდე ვამბობდი და ვაკეთებდი და გუშინ მე ვთქვი, რომ წარმოგიდგენდით ერთ-ერთი ყანდურის თეოდორე ჭუაძის ნამოღვაწარს და ნავაშკაცარს, რომელიც რა ვიცი თურმე მეუფეიობის დაკარგულ დიპლომს განსაკუთრებულად ეძებდა და ითხოვდა და ასე შემდეგ. ამიტომ, როდესაც სინოდში უკაცრავად, მაგრამ წმინდას ვერ უწოდებ. და ნამდვილად სიწმინდის სინოდს ნამდვილად აღარაფერი არ აქვს შერჩენილი, მაგრამ სახელწოდებით სინოდში. ასეთი ყანდურები არიან და ბლომად არიან და უმრავლესობა არის, მათგან არაფერ კარგს არ უნდა ელოდე. ამიტომ დღეს მე შემოგთავაზებთ ამ ერთ-ერთი ყანდურის საპატრიარქოს კარზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ყანდურის დოსიეს ნიღბის გარეშე. თქვენ შეგიძლიათ ის თავად იხილოთ, შეაფასოთ და თავადვე გქონდეთ თქვენი დამოკიდებულება ამ წმინდა სინოდთან, ამ სასულიერო პირებთან, რომლებიც ვითომ და ღმერთის გზაზე მიმავალი ადამიანების მსახურები უნდა იყვნენ, მაგრამ რა ვიცი, კაკოია თაბაგარს და ყანდურს უფრო წააგავენ, ვიდრე ანთიმოზივერიელს ან სხვა უამრავ გამოჩენილ ქართველ სასულიერო პირებს. რა მნიშვნელობა ეს მე-20 საუკუნეში იქნება ამბროსი ხილაიას სახელით, კირიონის სახელით, თუ უფრო ადრე და უფრო ადრე თევდორე მოდელს და ასე შემდეგ. მოკლედ დღეს გთავაზობთ შეპირებულ ბლოგს ყანდურ თეიმურაზ ჭუაძესთან დაკავშირებით. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ოპერატიული ინფორმაცია. საქართველოს უშიშროების, ეგრეთ წოდებული სუსის არქივებიდან, რომელიც ერთ-ერთში ამ ხელს არა მარტო აი ამ ყანდურს, არამედ ამ ყანდურის ირგვლივ შექმნილ სასულიერო თუ არასასულიერო პირთა წრეს, რომლებშიც შედიან ნაციონალური მოძრაობის მაღალი თანამდებობის პირები, ხელისუფლების, დღევანდელი მოქმედი ქოცური ხელისუფლების პირები, ბიზნესმენები, უშიშროების თანამშრომლები და უბრალო ადამიანები. დანარჩენი თავად განსაზღვრეთ. თუმცა ერთს დავამატებ. დიდი სჯულის კანონის თანახმად. ეს ვაჟბატონი, ეს ყანდური და ყველა მისი თანამოაზრე, ვინც აი ამ დიდ ცოდვაში არის გარეული, არც ერთი სასულიერო პირად არ ითვლება.
რომც არავინ არ განკვეთოს ისინი მართლმადიდებლური ეკლესიიდან, მათ დიდი შვილის კანონის თანახმად ბუნებრივად უკვე შეჩერებული აქვთ სასულიერო პირის სტატუსი. ეხლა კი მეგობრებო, მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების, ეგრეთ წოდებული სუსის მონაცემთა ბაზა, რომელ მონაცემთა ბაზაშიც დაცული არის სრული ინფორმაცია არ აქვს სასულიერო პირებზე, არავინ პოლიტიკურად აქტიურ პირებზე, საზოგადოებრივად აქტიურ პირებზე, ჟურნალისტებზე და ასე შემდეგ. ეს არის უზარმაზარი ცოდვის და უბედურების ანატომია, რომელი ანატომია ჩემ ხელში ჩავარდა ბოლო 2 წლის მანძილზე, რომელიც თან გამაჩნია. საბოლოოდ ნებისმიერი პირის იდენტიფიცირება ჩემთვის ძალიან მარტივია, თუ ვინ რას წარმოადგენს საქართველოში და როდესაც მე მეკითხებიან, საიდან იცის ყველაფერი. ვიცი ზუსტად აი აქედან, რომელსაც გადამოწმება არ ჭირდება. ეს მე წარმოგიდგენთ ანდურ თეოდორე დიმიტრი ჭუაძეს, ეგრეთ წოდებული ზნეობრივი კომისიის უზნეო წევრს, საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირს და მინდა წარმოგიდგინოთ მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი, ასევე ქონობრივი დეკლარაცია, მისი დამოკიდებულება უშიშროების სამსახურებთან, ბიზნესმენებთან და ზოგადად. მონაცემებში სპეციალურად არის წაშლილი ნაწილობრივ პირადობის ნომრები, რადგან ადამიანების ეს პირადი მონაცემების სრული გასაჯაროება არ მოხდეს. წაშლილი არის 4 ციფრი, რითაც შეუძლებელი არის ვინმე მოახდინოს პირების საჯარო ნომრის იდენტიფიცირება. თუმცა ვინმე ეჩვეებარება, რომ ეს სიმართლეს ვამბობ, პირადი ნომრები ნებისმიერი ადამიანის შევეძლია საქართველოში დაბადებულის და საქართველოს მოქალაქის სკოპიოზულის სიზუსტით წარმოუდგინო, თუნდაც თავად დამისვას კითხვა და მიიღოს პასუხს. მოკლედ, ანდური დიმიტრი მეუფე თეოდორე ალექსანდრევიჩ ჭუაძე. დაბადებული 1967 წლის 11 აპრილს სიღნაღში. რეგიონი ახალციხის რაიონის სოფელი მინაცე. განათლება სასულიერო პირად უხევა მოღვაწეობა. ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ თქვენ თვითონ დააპაუზოთ ეს ვიდეო და წაიკითხოთ მისი განათლების, მისი ბიოგრაფიული სტროფები, ყველაფერი. რაც შეეხება ცითლად, რაც აქვს სუსის ოპერატიულ თანამშრომლებს აღნიშნული, ეს ინფორმაციები ითვლება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ანუ 2005 წლიდან კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი გახდა. ეს მის ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი მომდევნო არის. გავყვეთ ახლა შემდეგ. იმ ეპარქიებს, რომლებსაც ხელმძღვანელობდა, ჩამოვყვეთ ახლა და დახასიათებას დაუკვირდით. ვინ არის ეს კაცი? შემდეგ ნაბიჯად სუსის ოფიცრების სტანდარტში მიიჩნევა პიროვნების დახასიათება, მისი ავტორიტეტი საპატრიარქოში და მრევლში. საინტერესო არის, რომ ამ პიროვნებას ძალიან კარგი ავტორიტეტი გააჩნია, როგორც ეგრეთ წოდებულ საპატრიარქოში, ასევე მრევლში და საზოგადოებაში. ერთი შეხედვით იფიქრებთ, რომ თქვენსი მთიანი ანგელოზი. აბა წაიკითხეთ. ქორეპისკოპოს თეოდორეს ეპარქიის ბელსახურებთან აქვს მეგობრული დამოკიდებულება ეპარქიაში სარგებლობს ავტორიტეტი, ხასიათდება დადებითად, არის განათლებული, პრინციპული, ჭკვიანი, ერუდირებული, გაწონესურებული პიროვნება. ჭუაზის გავლენებიდან არსებული ავტორიტეტიდან გამომდინარე შესაძლოა მოისაზრებოდეს პატრიარქობის კანდიდატად. ის შემთხვევაშიც მას არც დაუწერენ შემდეგი პიროვნებები: სერგი ჩეკურიშვილი, საბა გიგი ბერია, დიმიტრი კაპანაძე, სტეფანე კლარჯიაშვილი, გერასიმე შარაშიძე, ასევე შესაძლოა მხარი დაუჭირონ და დააკვირდეთ ანდრია გვაზავა, ეს ერთ-ერთი ანდური არის, რომელმაც თელი მოაწერა სპირიდონ სკეპურიშვილის იმას რა ქვია განკვეთას. რა თქმა უნდა, მასაც მიუძღვნით ჩვენ ბლოგს მის პიროვნებას. დიმიტრი შიოლაშვილი, ეს პატრიარქის ნიშვილი არისო. თამიანი
და ადამიანი ხუფენია, შეიძლება მხარი დაუჭიროთ. დადებითი და უარყოფითი მხარეები. აბა გადავხედოთ ახლა. დადებით მხარეებს. თორ ეპისკოპოს აქვს ლავირების უნარი და მე მინდა გითხრათ, რომ მას გააჩნია ბრწყინვალე ლავირების უნარი, ნამდვილად აფერისტობა და დიპლომატია არ იშლება. ასაზრდოს საშუალებას ბელფავრეთთან შეინარჩუნოს კარგი დამოკიდებულება. არ აქვს მიდრეკილება ალკოჰოლური სასმელების მიმართ. არ აქვს ინტიმური ურთიერთობების საპირისპირო სქესი წარმოადგენლებთან. საჭიროების შემთხვევაში შეუძლია და შესწევს უნარი დაალაგოს ურთიერთობები როგორც ხელისუფლების, ასევე სხვა რელიგიური დომინაციების წარმომადგენლებთან, არის კომუნიკაბელური და დიპლომატიური. აქტიურად არის ჩართული და კარგად არის ინფორმირებული საპატრიარქოში მიმდინარე აბსოლუტურად ყველა პროცესებში, ესწრება ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას. არ აქვს მიდრეკილება ალკოჰოლური სასმელი როგორც თქვით და ინტიმური ურთიერთობებით. ვიფიქრებთ, რომ ალბათ ჩვენს თვალწინ დგას მთიანი ანგელოზი. ეხლა გადავიდეთ უარყოფით მხარეებს. უარყოფით კონტექსტში შესაძლოა განხილული იქნას ქორ ეპისკოპოსზე ალბატონი შორენა. ეს ხო კარგად იცით ვინ არის? პატრიარქის მდივარ რეფერენტი ებრაული წარმოშობის საპატრიარქოს საფუძესი შორენა. ეს მართლმადიდებელიც არ არის უცოდესი. ეს ქალბატონი უსისხლო ყველაფრო უსირცხვილო და უთიფარი ასე. მას აქვს ძლიერი გავლენა. მოდი წავიკითხოთ, რატომ აქვს ეს ძლიერი გავლენა? შორენა თეთრუაშვილი ძლიერი გავლენა. რომელთან ურთიერთობაში გამოხატავს მისდამი მაქსიმალურად მორჩილებას. რაღაც მონურ მორჩილებას, რაღაც არაბულებრივ მორჩილებას. ყოველივეს მისზად შესაძლოა დასახელდეს შორენა თეთრუაშვილის ხელთ არსებული შესაძლო მაკომპრომიტირებელი ინფორმაცია მისი სომხური წარმოშობის შესახებ. და გადაულოცველი ინფორმაცია ალბათ შორენას ფლობს ალბათ ამ ყველაფერს, რომლის თანახმადაც ყოფილი ხელისუფლების ნაცვების ხელისუფლების მიერ მიტროპოლიტი კომპრომეტირებული იყო ქრთამის აღების სანაცვლოდ ციხიდან პატიმრის დახსნის манипуляციაში. და ხალხო, ერთი ხო არა ქართველი. რა მოხდა? მე თქვა გაუმარჯოს ყველა იმ არა ქართველს, ვისთვისაც საქართველოს სამშობლოა და მართლმადიდებელია და საქართველოს უყვარს, მაგრამ ადამიანი, რომელიც მის წარმომავლობას მალავს და მისი წარმომავლობის წვენია, მე იმ ადამიანის ას ქრისტიანობის ას ადამიანობის მჯერა და მით უმეტეს არანაირ ქრისტიანობაში ეს ყველაფერი არ ძდება. უფლისთვის ეროვნებას, ეთნიკურ წარმომავლობას, ამის ფესტს და მსგავს რაღაცას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თავი ადამიანი იყოს ადამიანი. ეხლა გადავიდეთ სუსის ოფიცრები როგორ ახასიათებენ მის პოლიტიკურ შეხედულებას. ეხლა რა შეიძლება პოლიტიკურ შეხედულებებს? ასებული პოლიტიკური ინფორმაციით ბატონი თეოდორე თავის პოლიტიკურ ორიენტაციას ხიად არ აფიქსირებს, თუმცა ხოცების მიმართ ლოიალურად არის განწყობილი. თუმცა ეწინააღმდეგებოდა მარიხუანის კულტივაციის საკითხებს და ესე შემდეგ ქონდა პრობლემები. რაც საუბრებში ასევე თავს არიდეს ციანდის საქმესთან დაკავშირებით საუბარს, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ ციანდის საქმესთან ამ ვაჯბატონს ძალიან ბევრი რამე აკავშირებს, ისე რომ სუსის მონაცემიდან გამომდინარე. თუმცა ეს კიდე ცალკე განხილვის თემა არის. ეს ისე რომ ვიცით ინფორმაციის მიცემა. თუმცა რაც ყველაზე საინტერესო არის, ჩვენი მამაოს საგარეო კურსი, ქორ ეპისკოპოსის კურსი, საგარეო კურსი იხრება დასავლეთისკენ. შიგ ევროპის მომხრე არის. პატივცემული ზნეობრივი კომისიის წარმომადგენელი თეოდორე ჭუაძე. რა თქმა უნდა, თქვენ ძალიან გიყვართ დასავლეთი და ევროპა და ევროპული კავშირი. ეხლა რაც შეეხება აი ჩვენი ყანდურის კავშირებს, ანუ კონტაქტები, ვისთან კონტაქტებს ეს ადამიანი. შეგვიძლია დავიკითხოთ აქ, თუმცა კონტაქტებს მე ცალკე გაჩვენებ პიროვნებებით, მათ შორის. ეს უბრალო ადამიანი არ გეგონოთ, ეს ადამიანი ჩვეულებრივად კონტაქტობს ბიზნესმენებთან, სუსის ოფიცრებთან, ჩინოვნიკებთან, მოქმედ თუ წინა ხელისუფლების
მათ შორის დავანებოთ თავი უბრალო ასე რომ ვთქვათ, რიგით ბიზნესმენებს და პოლიტიკოსებს ასე რომ ვთქვათ, პარლამენტარ გია პოპაძესთან, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან. ბიძგო. ასევე განმარტებაში ქვემოთ წერია. წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ჭუაზეს კონტაქტები ჰქონდა თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავასთან, ვიცე-მერ მამუკა ახვლედიანთან, პოლითა და განსახლების მინისტრ ყობა სუგელიანთან. გადამამოწმული ინფორმაციით თეოდორ ჭუაზეს ურთიერთობები აკავშირეს შესაძლოა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან, რომლის ოჯახის წევრებთან მიტროპოლიტი სავარაუდოდ ამჟამადაც კონსპირაციულად ურთიერთობს. დედა, აგი ნაციონალი ყოფილა, კაცო. აგი ნაციონალის ყოფილა, დედა. ეხლა რაც საინტერესო არის, გადავიდეთ შემოსავლებზე. შემოსავლები აქვს აი ამ ზნეობრივი კომისიის ხანდუს. შემოსავლები, შემოწირულობები და დაფინანსება. ეპარქია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება 400,000 ლარით, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 360,000 ლარით. ანუ ამ ყანდურის ჯიბეში მარტო სახელმწიფოდან და საპატრიარქოდან, ანუ ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკაცრავად 760,000 ლარით ფინანსდება. კორეს ეპისკოპოსი ასევე არის გრიგოლ ხანძთელის საზოგადოების დირექტორი, IP ახალციხის ტაო-კლარჯეთის ეპარქიის განვითარების ფონდის დამფუძნებელი, IP საქართველოს საპატრიარქოს ახალციხის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარიის დირექტორი. მოდელთავრის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს ბიუჯეტიდან შემოწმებული 760,000 და ესე შემდეგ, თუმცა ასევე რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული აქვს ეგრეთ წოდებული მაინერები და იპოვებს კრიპტოვალუტას. ხედავთ როგორი თანამედროვე მამაოა? ხედავთ როგორი ზნეობრივი ადამიანია? ეკლესიის ტერიტორიას ჩვეულებრივად ლეგალურად იყენებს მაინინგის ფერმისთვის. რის საშუალებასაც აქტიურად გამოიმუშავებს კრიპტოვალუტას. ამასთან ხელმძღვანელობს გრიგოლ ხანძთელის სახელობის სემინარიას, გავიგე. ეპარქიის შემომწირველი არის ასევე ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, ბიძინასთან პრიამოისვი აზრია, მერე იტყვის 41 შიგ ევროპაში. ასევე ეხმარება გოჩაც ქიტიშვილი, საბა თაუერის ხელმძღვანელი, თემურ ათეიშვილი, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, ვასილ ივანიძე, ესე და ესე, ბიზნესმენი ემზარ ასპანიძე და ესე შემდეგ. სუსის საინფორმაციო ბაზის მიხედვით, დელთავის სახელზე რეგისტრირებულია შემდეგი უძრავი ქონება. ეს მხოლოდ და მხოლოდ მის სახელზე. ქალაქ თბილისში, აი ამ მისამართზე 80 კვადრატულიანი ბაითი, სახლი, ასევე გურამიშვილზე, ეს ბაითი, 89 კვადრატულიანი ბაითი, თავიანთი ავტოსადგომებით, ძალიან საინტერესო არის, რომ ასე არის გაფორმებული 5 ავტომობილი. აი როგორც ხედავთ 2000-წლიანი, 2007-წლიანი, 2018-იანი, 2003-იანი, 2005-იანი. რეალით 13 კლასის 5 ავტომობილი აქვს. ასევე საინტერესო ის არის, რომ რასაც თვითონ ახერხებს და ითვისებს ამ ბიზნესს, ითვისებს რაც მისი ძმისშვილის სიმამრების და ჩვენ ხო ქართველები ვართ და მათსაურ და ოჯახური კლანი კარგად არის. აი აქ არის მითითებული განაყოფში არსებული ინფორმაციით მიტროპოლიტის მიშვილი ესა და ეს თელავში ფლობს ლუცშახარს, ხოლო ამ უკანასკნელის ელიზბარ ვეგაშვილს ესე და ესე თელავში გააჩნია ბორჯომის მინერალური წყლების დისტრიბუცია, ასევე ქალაქში ფლობს კომერციულ ფართებს, რომელიც გაქრებულებს საშუალება შენგენაც ვალე რა, წყობილი აქვს ცხოვრება სამურია, ცხოვრება რასთან გვაკლეში და ერთ. კარგით, ეხლა გადავიდეთ სხვა უფრო საინტერესო
ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ უფრო ვიწრო და კონკრეტული სია იმ ადამიანების, ვისთანაც ჩვენ წმინდან ანგელოზ, თიან ანგელოზ, დემეტრე, იგივე თეოდორე უაძეს კონტაქტები გააჩნია. მე გიჩვენებ თქვენ ამ ადამიანებს, ისინი არიან ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, ზოგიერთს ალბათ თქვენ თავადაც იცნობთ. ახალციხის მაჟორიტარები, ზესტაფონის მერი, რელიგიის საკითხებში სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ახალციხის ყოფილი გამგებელი, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი ეს ჩიტინაძე, კაიკაცად რომ უაქტავი. ალბათ რას ვერჩი ბიზნესმენი კაცია და ალბათ დალოცდა. ამავომ და ამუშე შეავდო და უკავშირდა მერე. ესენი ბიზნესმენებთან ზმაკაცობს, რა თქმა უნდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებთან, ახალციხეში დაანგაყანდურებულია და ალბათ აფეშვები გამბლარი და აგროფუდის ხელმძღვანელის მესხეთის ფულის აი ნახეთ. აბა ეხლა ეს ახლა გაჭირვებულებთან ჩემთან და თქვენთან იმებობებს ხო? ბიზნესი დაწყებული თუ ვინმე ფულიანი და გავლენიანი არის ყველა იქამდე მერაბიშვილის მაგაცისა. აი ნამდვილად ეთქობა ამას ჭკვიანი სომხური ფეშვები, როგორც კომერციის, ასევე დიპლომატიის ნიჩი, ასევე ლავირების მეთოდი გამორიცხულია. მსგავსი რამე ქართველების ხასიათში ნამდვილად აზრს. აი ჭკვიანი სომეხის თავში კი ნამდვილად ზის. ნამდვილად და ეს ხალხი მინდა წარმოგიდგინოთ, ეს არის მისი უახლოესი საძმო სამეგობრო, ყველა ბიზნესმენი, ყველა გულიანი, ყველა გავლენიანი და ზეპიუს თავად ბიძღვინა. ეს ცნობა კიდე ძველი არის, მის მერე ეს კიდე შეიცვალა. ახლა კი მეგობარო, შენი ყურადღება მინდა მივიპყრო ჩვენი ყანდურის ახალციხის ფაშის და სასულიერო პირში ნამდვილად ეძდება გავლენებზე, პოლიტიკურ გავლენებზე. ახლა კი არა, ჯერ კიდე ნაცვების დროიდან ასე. ეს ჩვენი ბლოგის გმირია, თეოდორე, ზნეობრივი კომისიის უზნეო წარმომადგენელი. იგი მაღალი ავტორიტეტის სარგებლობს, ეს როგორც ვიცით თავისთავად. აი ესე შემდეგ მეფე თეოდორე ძირითადად იმყოფება ქალაქ ერწოდებული რაბათის დასახლებაში. ესე მეფე თეოდორეს ხშირი კომუნიკაცია გააჩნია და ახლო მეგობრული ურთიერთობა სუსის, სუდის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელთან და ხშირ შემთხვევაში იზიარებს დანაყოფის ხელმძღვანელის მოსაზრებას კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. ანუ სუსი და მეუფე გადაბმულები არიან ერთმანეთთან ცოდვით. მეუფე და დანაყოფის ხელმძღვანელი არიან ქალაქ თელავის მკვიდრი. ისე მაინც ვკიჟდები ამ სუსელებზე, თავისიანებსაც რო არ ინდობენ, როგორ უთითებენ, ორივე თელავიდან არიან და აი ამიტომ მონახეს ყველაფერი. არა, ძალიან საშინელი ადამიანი ვარ რა. ისეთი მასალები მაქვს ხელში, სადა ქვეყანა შემიძლვებს რა. ბოლო პერიოდში მეუფე თეოდორემ სუსის და სუდის რეგიონულ დანაყოფებთან დახმარება ითხოვა შემდეგ საკითხებს. ეხლა დააკვირდით სუსი როგორ მუშაობს და სუსთან ერთად როგორ მუშაობს მამაო. 5 თებერვალს საუბარი შედგა სუსის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური მთავარი სამმართველოს უფროსთან მეუფე თეოდორეს შორის, რადგანაც მეუფე თეოდორემ დახმარება თხოვა რაბათის ციხის ყოფილი დირექტორის ზაზა თამარაშვილის, რომელიც აშლია დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა სუსის სუდის რეგიონალური დანაყოფის ჩართულობით
ნათესაური კავშირი გააჩნია ყოფილ მინისტრთან იოანე მერაბიშვილთან. შემოკარგებოდ მე ხომ მოგახსენებთ რომ მერაბიშვილთან და მის ოჯახთან აი ეს ვაშკაც ზნეობრივი კომისიის უზნეო ხანდური ძალიან ახლო კავშირში არის და მის ნათესაურზე ზრუნავს რომ ახალციხის მერიაში ხელმძღვანელი თანამდებობა და დაესაქმებინა რა. მოახერხა კიდეც რა. როგორც ხედავთ. დაგვერდით ახლა. ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით აი სულ დახმარებების თხოვნა არის. თამარაშვილი დანიშნულ იქნა ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, რაც არა მიზანშეწონილად მიიჩნია სუსის სუდის რეგიონალურ მიაჩნდა დანაყოფს, თუმცა გათვალისწინებული იქნა მეუფეს თხოვნა და თამარაშვილის განთავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან დროებით შეჩერებული. ასევე ანდურის მფარველობის კალთა გადაეფარა სტალბერი ყურამაშვილს, რომელმაც დაკავებული თანამდებობა შეინარჩუნა, რაც ასევე გათვალისწინებული იქნა სუსისა სუდის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური მთავარი სამმართველოს მხრიდან და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს იმჟამინდელი უფროსის გივი ღებრიშვილის მიერ და აი ამ ვაშკაც მიეცა ამის მითითება, რომ ალბათ მის ხერი არ ჩამოვიდო. ასევე დანიშნა საგანგებო სიტუაციების სააგენტოში მაშველის პოზიციაზე სუსის სუდის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური მთავარი სამმართველოს მხრიდან ითხოვა დახმარება, რომ თეოდორას განცხადებით ეს კაცი უნდა იყოს იქ და საჭირო არის და ესე შემდეგ რა. იგავ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. მოკლედ, ჩემო კარგო ადამიანებო რა, ესე იგი ეს სუსი როგორ ხომ ხედავთ სუსი და ეს კანდურები როგორ არიან უბრალოდ შეკრულები და როგორ ჰარმონიაში ახდენენ აი ამ ყველაფერს. მოკლედ, მეგობრებო, როგორც იცით თუ გაქვთ წარმოდგენა სპეცსამსახურებზე და უშიშროებასთან დაკავშირებით ისინი არ წარმოადგენენ ერთ სწორხაზოვან სამსახურს. არის ძალიან მრავალი მიმართულება, სადაც სხვადასხვა სამსახურები ცალ-ცალკე ახდენენ ინფორმაციის მოგროვებას. ეს ყველაფერი შემდეგ ჯამდება და როდესაც შეჯამების ვარიანტი ხდება, აი შეჯამების შედეგად ხდება ინფორმაციების კვეთა. ზუსტად აი ესეთი შემთხვევა გვაქვს ამ სიტუაციაშიც ეს სხვა სამსახურის მოპოვებული არის, გადანაყოფის მოპოვებული ინფორმაცია არის, რომელიც პრაქტიკულად იდენტურად იმეორებს ერთი მეორის მოპოვებით იმას, რაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ვისაც გაინტერესებს შეგიძლიათ დეტალურად ასე რომ ვთქვათ ახდენს, თუმცა აქ შეიძლება კიდევ ერთი დეტალი გამოვხოთ, ეს ბიზნესმენების პამატი მხარდაჭერა ეს კიდე არაფერია, კიდევ ფინანსურ მხარდაჭერას იღებს ბელგიაში ქართული ეკლესიის და საფრთხოს წინამძღვარის ოთარ კურციკიძისა და მეგობრული ურთიერთობა გააჩნია სტეფანოსთან, კი ბატონო ასპასნიკები არის და რაც მთავარი არის ისევე იდენტური დამატება ხდება ახალციხის რაიონში გავრცელებული ინფორმაციით მეუფე თეოდორეს საომავლოდ მოიაზრება კათოლიკოსის პრეტენდენტად, ასე ვთქვათ, და მითითებული აქვს ასევე ხაზგასმით აი ეს პუნქტი გაქართველებული სომეხი. ეხლა მე შემიძლია გაჩვენო თქვენ ასევე უამრავი სხვა მასალა ადამიანის ცხოვრების შესახებ. უბრალოდ ყველაფერს აზრი არ აქვს, ძალიან დამხლელი და რუტინული გამოვა. მე უბრალოდ ერთი რაღაცის მან შემიძლია ის რომ არ იყოს ეხლა რაღაცას ვსაუბრობდი, ასე რომ ვთქვათ. აი ელემენტარულად საძიებო სისტემაში მე შემიძლია ჩავწერო აი ესეთი ფრაზა რა თქვენ თვითონ დაწუნდებით ოსურში რამდენი მასალა არის უბრალოდ იმ ადამიანზე მოგროვილი, როგორც ხედავთ, ეს ყველა ეძღვნება უშუალოდ მის სახელზე არის
დატანილი, მათ შორის შორენა და ჭუაზის ურთიერთობებს დეტალურად ციანიდის საქმეებთან, სხვა რამეებთან დაკავშირებით, პირადი ნომრით რო ახლა ამ ყველაფრის ძებნა დაიწყო ადამიანმა, ალბათ გაათმობდება ექსია და გაათმობებულიც არის. უბრალოდ მე ერთი რაღაცის თქმა მინდა. ჩვენ არ გვაქვს საუბარი ვიღაცა, ასე რომ ვთქვათ, პოლიტიკოსზე, პარტიის წევრზე, რაღაცაზე. ჩვენ გვაქვს საუბარი სასულიერო პირზე. სასულიერო პირი კიდე ყოველთვის ვალდებული არის ქრისტეს ზიაროს და ატაროს თავისიმრევლით. ის ვალდებული არის დაისვას ქრისტეს ცნებანი და ვალდებული არის იცხოვროს ისე, როგორც უნდა იცხოვროს სასულიერო პირმა. ის იყოს ეტალონი წმენის, ადამიანის წმენა არ შეეყო. დიდის ჯულის კანონის თანახმად მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორებ და დავამატო. მსგავსი ფუფუნების, მსგავსი შემოსავლების, მსგავსი გავლენების მქონე ადამიანი არათუ განწყვეტილი არის ეკლესიიდან, დიდის ჯულის საეკლესიო სამართლის თანახმად. ეს ადამიანი განკვეთილიც არის და შეჩვენებული უნდა იყოს. სინამდვილეში აი ეს კანდური, სხვა კანდურებთან ერთად, რომელთა დეტალურ ხილებას მე მოვაჩენ აუცილებლად წარმოგიდგენთ, შეურაცხყოფას აყენებს, უკრძალავს მსახურებას იმ სასულიერო პირს, რომელიც სასულიერო პირიც არის სპირიდონ წკიფურიშვილი, ამას აკეთებს თავისი ბიზნესიდან გამომდიოდე, ალბათ თავისი ეხლა ესეთ ადამიანს ღმერთი თუ წამს თუ სარწმუნოებაზე შეიძლება რამე ელაპარაკო. ამ ადამიანს მე არ ვიცი, ის შეიძლება ეს ყველაფერი დოვლათი იქნას ახსნილი, და დიდი ჯულის კანონი ყველაფერს კარგად განსაზღვრავს. იქამდე დანიშნოს ეპისკოპოსმა სასულიერო პირისადმი და სასულიერო პირმა, რომ პურიც კი გაუგზავნოს ეპისკოპოსს, სხვენან ორივე დიდი ჯულის კანონით არის განკვეთილი და შეჩვენებული. იმიტომ რომ ეს არის სულიერი სამყარო. ჩვენ კიდე გვყავს აი ესეთი კანდურები, მე თქვენ წარმოგიდგინეთ 5-დან ერთ-ერთი კანდური და შემდეგ მოგაგიკვირდებათ ის, რომ საქართველოს არის აი ესეთ ძლიერ სულიერ დაცემაში, ამიტომ ვართ შიგ ევროპისკენ გაქცეულები, ამიტომ ხდება ღვთისმეტყველების ამოშლა და წაშლა ეკლესიიდან, ამიტომ არის გაუტანლობა, ამიტომ არის ღალატი, ამიტომ არის შიმშილი, ამიტომ არის უნდობლობა, ამიტომ არაფერი გამოდის და ამიტომ დადის ერი მოჯადოებულ გზაზე, რადგან აი ეს კანდურები, უშიშროების სამსახურები და რა თქმა უნდა ხელისუფლება ესენი ყველა ერთ ჯაჭვს წარმოადგენს. უღრმესი მადლობა მინდა ყველას მოგახსენოთ ყურებლებისთვის. გაიაზრეთ. მე აქ ერთს არაფერს არ ვამატებ. ერთი წერტილი ძიმი არ არის ჩემთან ჩამოტებული. ეს არის უშიშროების მასალები და თავად უშიშროების მასალები საუბრობენ ამ ადამიანზე და მის წრეზე, მის გავლილ, მის ამჟამინდელ და მომავალში დაგეგმილ ცხოვრებას. კარგად ზამდებოდეთ, იცოდეთ და ამხილეთ თქვენს ირგვლივ ყველა კანდური. შეისწავლეთ დიდის ჯულის კანონს, აიკითხეთ საეკლესიო სამართალი. ერთადერთი ეს დაგიცავთ აი ესეთი ბოროტი კანდურების. კარგად ზამდებოდეთ.